ჩინურმა სტარტაპმა ახალი ბატარეა შეიმუშავა, რომელსაც დამუხტვის გარეშე ელექტროენერგიის შენარჩუნება 50 წლის განმავლობაში შეუძლია. როგორც ბეტა-ვოლტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე საპილოტო ტესტირება მიმდინარეობს. შემდგომში კი მასობრივი წარმოება დაიწყება. ბეტა-ვოლტის ატომური ენერგიის ბატარეებს შეუძლიათ გრძელვადიანი ელექტრომომარაგება. თანაც მათი გამოყენების არეალი შეზღუდული არ იქნება. სამედიცინო აღჭურვილობა, სმარტფონები, მიკროპროცესორები, აერონავტიკა და ასე შემდეგ. ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, ბატარეა იზოტოპების დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნით მუშაობს. ეს პროცესი კი პირველად მე-20 საუკუნეში გამოიკლიეს. მეცნიერებმა ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეძლეს კოსმოსურ ხომალდებში, წყალქვეშა სისტემებსა და დისტანციურ სამეცნიერო სადგურებში. უბრალოდ თერმობირთული ბატარეები მეტისმეტად ძვირი და მოცულობითი იყო. მიღებული მოდელი კი დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა. თანაც ბეტა-ვოლტის განცხადებით, სათანადოდ იზრუნეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვაზეც. ბეტა-ვოლტის მიერ შემუშავებული ატომური ენერგიის ბატარეა აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ გააჩნია გარე გამოსხივება და შესაფერისია ისეთი სამედიცინო მოწყობილობებისთვის, როგორიცაა კარდიოსტიმულატორი ან ხელოვნური გული. ამავდროულად ატომური ენერგიის ბატარეები ეკოლოგიურად სუფთაა. დაშლის პერიოდის შემდეგ იზოტოპი გადაიქცევა სპილენძის სტაბილურ იზოტოპად, რომელიც არარადიოაქტიურია და არ წარმოადგენს საფრთხეს. მეგობრებო, გთავაზობთ სარეკლამო სივრცეს ჩვენს ვიდეოებში. გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.